მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით თუ რას მოგიტანთ დაბნელების დერეფანი. დიახ, ვინც არ იცის, 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ასტროლოგიური თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს დაბნელების დერეფანი, იმიტომ რომ 7-შიც, უკვე იყო და 21 სექტემბერსაც არის და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა, ზედმეტად წვრილმანებში არ გადავალ ასტროლოგიური თვალსაზრისით და მოდით დავიწყოთ. რას მოგიტანთ თქვენ 7-დან 21 სექტემბრის ჩათვლით დაბნელების დერეფანი? რას მოუტანს პირველ ვარიანტს და რას მოუტანს მეორე ვარიანტს? ქვებსაც დავამატებთ ახლავე პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. კარგად დააკვირდით, რომელი ქვა, რომელი მინერალი, რომელი შეიძლება არკანი გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც და მოდით ნახოთ პირველ ვარიანტთან რა ხდება თქვენ რას მოგიტანთ დაბნელების დერეფანი, რა ცვლილებებს შემოიტანს და ეს გახლავთ არკანი ეტლი. პირველივე არკანი ეტლი ამოვიდა, ეს გახლავთ უფროსი არკანი, მეგობრებო, და მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ პირდაპირ გაგებით თუ გადატანითი მნიშვნელობით იქნება აუცილებლად გარკვეული წინსვლა, გარკვეული მოგლეჯა წარსული რეალობისგან. რატომაც კონკრეტულად ეს სიტყვა წამოვიდა მოგლეჯვა? თითქოს თქვენ, რა თქმა უნდა, არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური თვალსაზრისით მოეგლიჯებით, მოშორდებით რაღაც ისეთ რეალობას, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, რომელიც თქვენთვის არის არასასიამოვნო, არასასურველი და სხვათა შორის ბევრ თქვენგანთან ეს რეზონირდება როგორც გარკვეული მოგზაურობა, მაგალითად გადაადგილება, ერთი ქალაქიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან მეორეში, ხო? ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაც ძალიან პატარა მცირედი გადაადგილება, მაგრამ უმეტესობასთან ნახეთ, აქ რეზონირდება უფრო ენერგეტიკული თვალსაზრისით წინსვლა იმ კუთხით, რომ თქვენ ბევრად უფრო ფართო თვალებით, ბევრად უფრო ფართო მსოფლმხედველობით და ფართო ცნობიერით შეძლებთ რომ შეხედოთ ძალიან ბევრ რაღაცას ამ რეალობაში, შეძლებთ რომ ბევრი ისეთი რაღაც დაინახოთ, რასაც აქამდე უბრალოდ ვერ ხედავდით. ზოგადად დაბნელების დერეფნები ყოველთვის გვაჩვენებენ ზუსტად ისეთ რეალობას, რომლებსაც ჩვენ გააზრებულად თუ გაუაზრებლად გავურბივართ, რომლებსაც ვრთგუნავთ საკუთარ თავში, რომელთა დანახვაც არ გვინდა. და აქ ზუსტად ასე რეზონირდება თქვენთან პირველი ვარიანტი. თქვენი მსოფლმხედველობა შეიცვლება, დიდი შანსია სხვათა შორის რადიკალურადაც კი შეიცვალოს, იმიტომ რომ მთავარი სიტყვა აქ არის გაფართოებული. აქ აღარ იქნება ყველაფერი ისეთივე რეჟიმში, როგორც აქამდე იყო თქვენს გონებაში, თქვენ სრულიად სხვანაირად შეხედავთ ძალიან ბევრ რაღაცას. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს, რას მოუტანს დაბნელების დერეფანი და ნახეთ როგორი არკანები, როგორი ენერგიები წამოვიდა. პირველ რიგში მე აქ გირჩევდით თქვენ პირველი ვარიანტი ცოტათი დასვენებას, შესვენებას, იმიტომ რომ თითქოს და თქვენ გადაღლილი ხართ, გონება, სხეული გადაღლილი იგრძნობა აქ აშკარად. შეიძლება კი ფიქრობდეთ, რომ რისგან დავიღლებოდიო, ისეც არაფერს არ ვაკეთებო, მაგრამ აშკარად იგრძნობა, დაღლილობა და გირჩევდით, რომ კარგად დაასვენოთ თქვენი ფსიქიკა, თქვენი მდგომარეობა ერთი დღით მაინც და ნახეთ, თქვენში გამოიღვიძებს ახალი შთაგონება, ახალი მუზა, ახალი ენერგიები. თქვენ ბევრად უფრო შთაგონებულად შეხედავთ რეალობას, გექნებათ უფრო მეტი ეგრეთ წოდებული მუღამი, მოდით ჟარგონით ვიტყვი, თქვენი საქმის მიმართ, იმიტომ რომ განსაკუთრებით პროფესიასთან დაკავშირებით იგრძნობა, რაღაც გარკვეული წინსვლა, რაღაც ახალ საფეხურებზე ასვლა. სხვათა შორის აქ მოულოდნელი ინიციატივებიც იქნება, მოულოდნელი ადამიანებისგან მოულოდნელი ინიციატივები, იმიტომ რომ აშკარად ჩანს კონკრეტული პიროვნება თქვენს რეალობაში, რომელთანაც გაკავშირებთ რაღაცან წარსული ან ბავშვობა და თითქოს ეს ადამიანი გამოვა მოულოდნელად ინიციატივაზე და პლუს ამასთან ერთად თქვენ იქნებით ბევრად უფრო შთაგონებული, ახალი იდეები მოდის თქვენკენ, ახალი მუზა გავიმეორებ, ეგრეთ წოდებული მუღამი, მაგრამ ნახეთ, თქვენ კი გექნებათ ბევრი არჩევნის საშუალება, გექნებათ ბევრი მუზა, ბევრი შთაგონება, მაგრამ ამასთან ერთად შესაძლოა აქ იყოს ილუზიებიც, ამიტომაც თქვენს ადგილას მე მაქსიმალურად ვიფრთხილებდი, განსაკუთრებით ადამიანთან დაკავშირებით, რაც გითხარით მეგობრებო, იცით, ნოსტალგიით, გულწრფელობით, მაგრამ მაინც ადამიანში ბევრად უფრო ხმამაღლა ყოველთვის საუბრობს მისი ქმედებები, ვიდრე მისი სიტყვები.
ამიტომაც ვინც არ უნდა გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე და გავიმეორებ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, ვიღაცისთვის ეს იქნება ყოფილი მეგობარი, ძმაკაცი, დაქალი, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცისთვის შეყვარებული, ვიღაცისთვის უბრალოდ ნაცნობი, ხო? მაინც ენდეთ უფრო მეტად ქმედებებს ვიდრე სიტყვებს. აი ასეთი გაფრთხილება იქნება თქვენთვის. ასევე სიფრთხილე შეინარჩუნეთ არაფხიზელ მდგომარეობებთან, პირდაპირ ვიტყვი. არ ვამბობ იმას, რომ საერთოდ არ დალიოთ, არაფერი არ გააკეთოთ მეთქი. მე ვინ ვარ, რომ ჩემი რაღაც აზრი მოგახვიოთ უხეშად რომ ითქვას. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ შეინარჩუნეთ ზომიერება, იმიტომ რომ დიდი შანსია არაფხიზელ მდგომარეობაში უფრო მარტივად ჩავარდეთ ილუზიებში. ზოგადად ადამიანის ფსიქიკა ასე არის მოწყობილი, რომ რაც უფრო არაფხიზლად არის ადამიანი, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, რაც უფრო არაფხიზელი გონება აქვს, რა თქმა უნდა, მით უფრო სუსტი გონება აქვს იმ მომენტში. და მით უფრო მარტივი არის მის გონებაზე, მის ცნობიერზე ზეგავლენა პარაზიტი ადამიანებისთვის, ნეგატივისტვის და ასე შემდეგ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტს რას მოუტანს. ეს დაბნელების დერეფანი და მეორე ვარიანტი, თქვენთანაც უფროსი არკანი იმპერატორი ქალი ამოვიდა. ნუ პირველ რიგში თქვენში ეს დაბნელების დერეფანი გამოაღვიძებს ფემინურ ენერგიებს მაქსიმალურად, თანაც აი ყველაზე მძლავრი ფემინური ენერგიები, რაც კი შეიძლება იყოს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ ორივე სქესს გააჩნია ორივე სქესის ენერგია, როგორც ფემინური, ასევე მასკულინური. ეს ყოველთვის გახსოვდეთ და თქვენ ახლა ვინც არ უნდა მიყურებდეთ, მამაკაცებიც, ქალებიც, ყველასთან რეზონირდება, როგორც თქვენში მეტი ფემინური ენერგიების, მეტი ფემინური ძალის გამოღვიძება. და იცით რა თქმა უნდა სამყაროში ფიგურირებს ასეთი სტერეოტიპი, პირდაპირ ვიტყვი, რომ აი მამაკაცი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურადაც ბევრად უფრო ძლიერი არის და ასე შემდეგ და მამაკაცური ენერგიები ყოველთვის უფრო მძლავრია, უფრო სწორია, მაგრამ რეალურად ეს არის ერთი დიდი სისულელე. იმიტომ რომ ორივე სქესს გააჩნია თავისი პრივილეგიები, თავისი ძალები და თავისი სისუსტეები. რა თქმა უნდა, მამაკაცები ფიზიკურად არიან უფრო ძლიერები, ხო? მაგრამ ფსიქოლოგიური და მენტალური თვალსაზრისით პირიქით ქალბატონები ბევრად უფრო ძლიერები არიან. რა თქმა უნდა, აქაც გააჩნია ძალიან ბევრ ფაქტორებს, იმიტომ რომ შეიძლება კონკრეტული ქალბატონი იყოს კონკრეტულ მამაკაცზე ძლიერი ფიზიკურად და ასევე პირიქითაც, ხო? ამიტომაც მოდით შევთანხმდეთ, რომ აქ რაღაც სექსისტურ გამოხტომებს მე არ ვაკეთებ, უბრალოდ მინდა რომ მაქსიმალურად კარგად გამიგოთ, რასაც გულისხმობ. და ყველაზე ხშირ შემთხვევაში მამაკაცებო არ მიწყინოთ, გავიმეორებ, მენტალურად ქალები ბევრად უფრო ძლიერნი არიან. რომც დააკვირდეთ რეალობას, თქვენ თავადაც დაინახავთ, რომ ბევრად უფრო ხშირად სტატისტიკურად ქალები უფრო ხშირად, გოგონები უფრო ხშირად ხდებიან დამოუკიდებელნი ოჯახისგან, უფრო მალე, უკვე 18-17-19 წლის ასაკში ძირითადად უკვე მარტოს გადადიან საცხოვრებლად, როდესაც მამაკაცების შემთხვევაში ეს ბევრად უფრო გაწელილი პროცესი არის. გავიმეორებ, მე აქ არ ვაკეთებ მამაკაცების დაკნინებას, უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ თქვენში ზუსტად ასეთი ფემინური ძალა გამოიღვიძებს. სხვათა შორის ქალბატონებო, ახლა რა ინფორმაციასაც გავაშხერებ, ეს უკვე მხოლოდ ქალბატონებს ეხება. თქვენში გამოიღვიძებს არა მხოლოდ ძალა, არამედ მეტი სურვილი იმისა, რომ გამოხატოთ საკუთარი სილამაზე, საკუთარი ფემინურობა ამ სამყაროში. შესაძლოა სადღაც ფემინურმა აგრესიამ და სიბოროტემაც კი გამოიღვიძოს ზოგი თქვენგანის შემთხვევაში, ამიტომაც ცოტა ფრთხილად ვიყავთ, ხო? ვისთვისაც არის ეს ინფორმაცია, ისინი დარწმუნებული ვარ სწორად გამიგებენ და მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რას მოგიტანთ მეორე ვარიანტი თქვენ 7-დან 21 სექტემბრის ჩათვლით დაბნელების დერეფანი. რას მოგიტანთ? თანაც ნაყოფიერობაც მოდის, აქ განსაკუთრებით ფინანსური ნაყოფიერობა. მეგობრებო, ფინანსური ნაყოფიერობა აშკარად მოდის და მოდის, იმიტომ რომ ნახეთ პენტაკლების დედოფალი და პენტაკლების პაჟი ამოვიდა, თუმცა ქალბატონების შემთხვევაში გარკვეული მიზეზების გამო ის იქნება უფრო მძლავრი ნაყოფიერობა, ხო? თუმცა მამაკაცების შემთხვევაშიც ვერ ვიტყოდი ნამდვილად, რომ არ იქნება მეთქი ნაყოფიერი ფინანსური ენერგიები და ნახეთ იმპერატორი ქალით დავიწყეთ და იმპერატორი კაცით სრულდება ყველაფერი. და შეხედეთ აქ იცით როგორ ენერგიებს ვხედავ. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ დიდი შანსია აქ რაღაც ახალი და დასტის ძირზე პენტაკლების მეფე მყავს და პენტაკლების დედოფალი. ვერ მოვასწარი თქმა, როგორც დავინახე. მოკლედ რომ ითქვას, აქ დიდი შანსია წვილიც შედგეს ბევრი თქვენგანის რეალობაში, მაგალითად თქვენი პოვოთ თქვენი ეგრეთ წოდებული მეორე ნახევარი, ან პოტენციალური პარტნიორი, ან თქვენს ახლობლებში
იპოვოს ვიღაცამ და ამან თქვენზე რაღაც გარკვეული გავლენა იქონიოს, რა თქმა უნდა, პოზიტიური თვალსაზრისით. ნუ აქ იქნება ბევრი დაკვირვება, ბევრი ახალი ფიქრები, ფინანსების კუთხით ახალი იდეებიც მოდის აშკარად და ნაყოფიერობა როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, მაგრამ ნახეთ, კვერთხების ორიანი და კვერთხების რვიანი. ახალი მიზნები, ახალი მიზანდასახულობა და ახალი აზრები და ფიქრები მეთქი მე ტყუილად არ მithქვამს. ახალი დაკვირვება იმ კუთხით, რომ თქვენ დაიწყეთ ისეთი რაღაცეების შემჩნევას და ისეთ რაღაცებზე დაკვირვებას, რასაც აქამდე არან ვერ აკვირდებოდით რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. მოკლედ რომ ითქვას, აქაც როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში მოდის სოფლმხედველობის გაფართოება, რაღაცეებისთვის ახალი კუთხით შეხედვა და რაც მთავარია, აქ მოდის ფინანსურ-მატერიალური კეთილდღეობები, მაგრამ ნახეთ, ქალების შემთხვევაში ეს უფრო მოდის როგორც ნაყოფიერობა და ახალი იდეები, მაგალითად ახალი ბიზნეს იდეა შეიძლება იყოს, ან უფრო ნაყოფიერი პერიოდი ფინანსურად, უფრო მეტი ფინანსები და ფული ზოგადად, ხო? მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში აქ უფრო მოდის მეტი კარიერული ზრდა, მაგალითად, უფრო ინტენსიური დაწინაურება ან სტატუსის, რეპუტაციის გაუმჯობესება, ხო? და ასევე აქვე დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრ თქვენგანს შეიძლება ეხებოდეს, ამიტომაც გავაშხერებ. მეგობრებო, ბევრი თქვენგანის რეალობაში შეიძლება იყოს კონკრეტული ენერგია, კონკრეტული იმპერატორი კაცის არკანი, დიდი ალბათობით ზოდიაქოს ნიშნით ვერძი, თუმცა აუცილებელი არ არის, ხაზს გავუსვამ ამასაც. რომელიც თქვენზე მენტალურად რაღაცნაირად ძალადობს, რომელიც მუდმივად ცდილობს თქვენი შრომის, თქვენი ენერგიის გაუფასურებას, შესაძლოა მუდმივად უფასოდ ითხოვდეს რაღაცეებს, ან მუდმივი პრეტენზიები ჰქონდეს და ნახეთ, ეს დაბნელების დერეფანი თქვენ მოგცემთ აუცილებლად იმის შანსს, რომ ეს კონკრეტული პიროვნება, ეს კონკრეტული იმპერატორი კაცი, დიდი ალბათობით ეს წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, გაუშვათ სამხიარო ლასოზე თქვენი რეალობიდან. მოგეცემათ აუცილებლად ამის შანსი. ვერ ვიტყვი ეს მამაკაცი არის თუ ქალბატონი, იმიტომ რომ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ ბევრი თქვენგანის რეალობაში არის ასეთი ვიღაც. და ეს ადამიანი მაქსიმალურად გაუფასურებს თქვენ შრომას, დროს, ენერგიას და თითქოს მუდმივად გეჯიბრებათ. და დროა ეს ადამიანი გაუშვათ და ამის შანსიც აუცილებლად გექნებათ. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.